400 მხარდამჭერით ევროპარლამენტმა ოლიგარქიული რეჟიმი და მისი მსახურები არალეგიტიმურ მთავრობად გამოაცხადა. დოკუმენტს მხარი ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა და წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა. სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს განიხილავენ როგორც ქართული ოცნების უკანონო რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს. ამიტომ ევროპარლამენტი არ სცნობს 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგებს და მიიჩნევს, რომ გამოსავალი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ახალი არჩევნების ჩატარებაა. მოხარული ვარ, რომ რეზოლუცია დიდი უმრავლესობით მიიღეს. თითქმის ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობას ქუჩებში და იმას, რომ ოცნება ცვლის საგარეო კურსს. ვახსენეთ რუსეთი როგორც მიმართულება, საითკენაც მიისწრაფის ქართული ოცნება. ძალიან მოცულობითად და ფართოდ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. არ ვცნობთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. არ ვცნობთ ქართული ოცნების ლეგიტიმურობას და სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად. მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა. კაფიო მესიჯი გვაქვს ქართველი ხალხისთვის, რომელთათვისაც მიუღებელია ოცნების პოლიტიკა. უამრავი გვარია შეყვანილი დასასანქცირებელთა სიაში, ვინც ივანიშვილის გარემოცვის წევრია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დასანქცირებაა აუცილებელი. თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა უნდა გადაიხედოს ასევე და ამასთან ერთად უვიზო მიმოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას ევროპარლამენტი ოლიგარქიულ რეჟიმს აკისრებს. ხაზგასმით წერს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა უნთებს მწვანე შუქს პოლიციასა და სპეცრაზმელებს საკუთარ მოქალაქეებზე იძალადონ, დაასახიჩრონ, შემდეგ დააპატიმრონ და გისოსებს მიღმა პოლიტიკური მოტივით გამოკეტონ. ამიტომაც ევროპარლამენტმა რეზოლუციაში 3 პუნქტი დაუთმო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მოსამართლეების, ოლიგარქის ბიზნესმენებისა და პროპაგანდისტების დასანქცირებას მოთხოვნას. მოუწოდებთ საბჭოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ. ასევე გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირის ფარგლებში. მოუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას ჩამოართოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ლეგიონის ორდენი და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები. მოუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერ კახა კალაძესა და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს. ევროპარლამენტის უპირობო მოთხოვნა რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებას. მოთხოვნა აქაც იგივეა. რეჟიმმა მოშიმშილე ჟურნალისტი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ევროკავშირი ერთგულია დასავლური პრინციპების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის. ჩვენ არ ვცნობთ არც ერთ მთავრობას, რომელიც ებღაუჭება ძალაუფლებას ლეგალური საფუძვლის გარეშე და ასეთია დღეს ქართული ოცნების რეჟიმი. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის ერთიანი პოზიციაა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ევროპარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. ევროკავშირის ყველაზე წარმომადგენლობითი სტრუქტურა მოუწოდებს ევროპულ საბჭოს საქართველოს საკითხზე უფრო მკაცრი იყოს. უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად სანქციები აამოქმედოს და გადაწყვეტილება არა ევროკავშირის 27-მა, არამედ 25-მა წევრმა ქვეყანამ მიიღოს. სტრასბურგში ევროპარლამენტის კენჭისყრას დღეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ესწრებოდნენ. რეზოლუციის მიღების პროცესს ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხდომათა დარბაზიდან ადევნებდნენ თვალს. ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია. ეხლა დარჩა ორი რამ აღსრულება ბრიუსელში ამ ყველაფრის და ასევე გაგრძელება პროტესტების და კიდევ უფრო გაფართოება და გამძლავრება საქართველოში. ევროპაში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თუ ერთიანი ვერ იქნა ევროკავშირის მხრიდან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ უნგრეთის და სლოვაკეთის პრობლემა, იქნება ცალკეული ქვეყნების მიერ სანქციების დადება და შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს ქონება აქვს მაგალითად საფრანგეთში, რის მოქალაქეს, რომელი ქვეყნის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს საქართველოსთან ერთად. ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, ხალხის, პოლიტიკური პარტიების და არ გამორჩეს თავისთავად ცხადია მედიის როლი, მათ შორის ევროპარლამენტში აღიარებულია ეს როლი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების. ერთად შევძელით. საუბარი არის არაღიარებაზე, არჩევნების შედეგების და შესაბამისად არც პარლამენტის, არც აველაშვილი
ქართულის და არც არავის ქართული ოცნებიდან და ეს ტექსტაც ეთყობა, რომ მათ არსად მთავრობად არ მოიხსენიებენ, ან ლეგიტიმურ მთავრობად მithumetes. მოხდა ბევრი ტექსტი არის პოლიტპატიმრებზე, სანქციებზე არის საკმაოდ ბევრი ტექსტი და მათ შორის კონკრეტული სახელმწიფოები არის ჩამოთვლილი, ბევრი ადამიანი, სადაც ივანიშვილის მთელი ოჯახია შეყვანილი, პირდაპირ არის მოწოდება, რომ მიბაძეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეს ეხება კონკრეტულად სანქციებს, როგორც ბალტებმა პირდაპირ ინდივიდუალურად თვითონ ქვეყანა დაასანქცია კონკრეტული ადამიანები, იგივე რომ გააკეთოს 25 ქვეყანამ, ანუ ორის გამოკლებით, სლოვაკეთის და უნგრეთის გამოკლებით. ევროპარლამენტის შემდეგ ჯერი უკვე ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაზეა, რადგან სწორედ ეს სტრუქტურები არიან პასუხისმგებლები ევროკავშირიდან თავად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, თუ 27 სახელმწიფო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაშინ ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა უნდა იაქტიურონ და ოლიგარქიულ რეჟიმს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის პასუხი აგებინონ. ჩვენ ვერ ხედავთ, რომ რაიმე მოძრაობდეს პოზიტიური მიმართულებით. პირიქით, დრაკონული კანონების მიღება და უფრო მკაცრი წესები შემოდის, მატულობს ძალადობა ქუჩებში. ამიტომ რეზოლუციას ქართული ოცნება სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ცეც ასოცირების ხელშეკრულებას ვაფორმებდით, დემოკრატიული კრიტერიუმების შესრულება ყველაზე მთავარი პირობა იყო. გარდა ამისა არის მოწოდება, რომ გადაიხედოს ეკონომიკური თანამშრომლობა. მთლიანობაში ეს არის ძალიან საგანგაშო რეზოლუცია და ბოლო გაფრთხილება, რომ გამოიღვიძონ და დაიწყონ მოძრაობა სწორი მიმართულებით. ფინანსური დახმარების შეწყვეტა ოლიგარქიული რეჟიმისთვის. ეს არის ევროპარლამენტის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი ევროკავშირის მიმართ, რადგან სტრატეგიული პარტნიორების დახმარება არა ოლიგარქის რეჟიმის განმტკიცებას, არამედ ქართველ ხალხს, სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და თავისუფალი მედიის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.